სიტკომი რაც შეეხება, იქ ძალიან უხერხულად უძნობდი თავს, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გააკეთო ისეთი, რომ ეხლა ამაზე უნდა გაეცინოს ვიღაცას, მიხვდი და უკვე ეს ქვეცნობიერად ამის ფიქრი რომ მე ეხლა რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ ვიღაცას გაეცინოს, უკვე წინააღმდეგობაში მოდიოდი ჩემ თავთან, მიხვდი და მაგ დროს ჯიუტდები რა და რაღაცა ეგრე რო არ წავიდეს იმას ვიზავ რა ქვია, ანუ ვაჩერებ, რა მე სპექტაკლიდან წავსულა რა, ეს სპექტაკლიდან სცენიდან ავდექი და გავედი. აი შუა სპექტაკლიდან რა, მიხვდი ანუ მიზეზი რა იყო? აი არა, ნუ მიზეზი იყო ეს რაღაც ჩემი თავარით ძალიან დიდი ისე რომ დიდი ხანი მუშაობდით მე და ჩემი მეგობარი ეს მონოსპექტაკლი იყო და რაღაცნაირად ესეთი გადაწყვეტა იყო ჰამლეტი, რომელზეც ამაზე არ ვიცი მილაპარაკია როგორ არ მილაპარაკია ეს მე ამის ისიც მიშა ჩარკვიანმა გამოკლეთ გავაკეთეთ რაღაცა სადაც ამაზე ლაპარაკობ რა იყო ასეთი კიდე პერფორმანსი რა მე ამას სადაც ვყვები მაგრამ იმიტომ რომ მე რაღაცნაირად როგორც წარმომედგინა როგორც უნდა ყოფილიყო ისე რომ არ წავიდა და მივხვდი რომ ვერ მოვერია მე ჩემ თავს ამ მაყურებელთან მიმართებაში და უნდა გავყალბდე ხა ამათთან მიმართებაში და რაღაცა პროსტა ისა ლექსები ვით თქვა ტექსტი ანუ ამ ისეთი განცდა მქონდა რომ მოვკვდებოდი და გავედი რა და ნუ პრინციპში ჩემთვის ჰამლეტიც ეგარი რომ ვერ ეგუება ტყუილს და მე სპექტაკლს რა ბედი ეწია არაფერი გავედი ცოტა ხანი ქუჩაში ვიდექი მე ისევ შემოვედი და ხალხს უცხარი რომ მეთქი ეგრე რა გიყოთ ხო და კარგად ზამდებოდით ხო კი ხო და აი ხა რა ვთქვა რა ანუ ეს განსაზღვრელია მე ხვდი ეს ჩემ სამსახიობო გზაზეც ჩემი პიროვნების განსაზღვრელი არის ეგ ფაქტიც რა ეს არ არის რაღაცა ვიღაცისთვის იყო წარუმატებლობა ჩემთვის იყო ეს ყველაზე დიდი გამარჯვება მე ხვდი იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაში არ წავედი კომპრომისთან ტყუილზე იმიტომ რომ რაღაცას თუ ვერ ვაკეთებ ისე არ გავაკეთე მაინც როგორც შეიძლება და დამემალა რომ გამეკეთებინა და ვაღიარე რომ ისე რა ვერ გავაკეთე აი ამ წამს ვერ გავაკეთე და მე ყო მაგის გამბედაობაც რომ მეთქო რომ ვერ გავაკეთე და მაგის მერე უკვე აღარ მეშინია მე ხვდი მაგის მერე სხვათა შორის მართლა ეგრე მოხდა რომ მაგის მერე ჩემთვის ფეილი ის არ არის რა ქვია რა ანუ ეგ ისეთი რამე რომ აი ხა ჩემზე ვინ რას იფიქრებს და გადაღება რომ მიდის და კამერა და ვიღაცა რას მიყურებს მე საერთოდ აღარ მაინტერესებს ან სხვა მსახიობები ჩემზე ხა რას ფიქრობენ ეგეც საერთოდ არ მაინტერესებს მიხვდი იმიტომ რომ საკმარისად ვიტანჯები ჩემ ცხოვრებაში რომ მაგას მივაქციო ხა ყურადღება და ეს მსახიობობაც საბოლოო ჯამში ეგ არის რომ რაღაცა გამოცდილება და წვალობს ცხოვრებაში და მე შეგიძლია რომ ეს გააზიარო მიხვდი და